ახლა ძალიან საინტერესო და პასუხგასაცემი კითხვაა. როგორ იმოქმედებს ბიზინა ივანიშვილი იმ მაგალითის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა იმ პრეცედენტის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა უნგრეთში. რას იზამს მარტივად რო ვილაპარაკოთ? როგორ პოლიტიკას არჩევს? უახლოეს დღეებში ქართული ოცნების პროპაგანდა მაღალი ალბათობით დაიწყებს ამ ბოდვის ტირაჟირებას, რომ უნგრეთში ორბანი დამარცხდა deep state-თან, გლობალური ომის პარტიასთან, დასავლეთთან, როგორც უნგრეთის მტერთან და უნგრეთის საზოგადოებამ თოხლა ჭამა. უნგრეთის საზოგადოება შეცდა და უჭირა რა მხარი ორბანის მოწინააღმდეგეებს, რომ უნგრეთი დაეცა ამ უთანასწორო ბრძოლაში. ამ შეცდომებს მაღალი ალბათობით ჩვენ არ გავიმეორებთ. იტყვის ამას ქართული ოცნება, ქართული იგივ რუსული ოცნება და ბიზინა ივანიშვილი არ იქნება ისეთი ლუზერი, როგორი ლუზერიც აღმოჩნდა ვიქტორ ორბანი. ამაზე ვიტყვი კიდევ ორ სიტყვას რამდენიმე წუთში. მანამდე კი ისევ და ისევ იმ პოლიტიკურ პარტიებზე ვისაუბრებ, რომლებმაც უნგრეთის არჩევნების შედეგის მაგალითზე ხმა აიმაღლეს და დაიწყეს ლაპარაკი თემაზე, რომ ნახეთ არჩევნებს თურმე ყოველთვის აქვს აზრი. მე ვეთანხმები მათ. არჩევნებს ნორმალურ ქვეყანაში და უნგრეთი ნორმალური ქვეყანაა, რაც არ უნდა თქვა, არჩევნებს ყოველთვის აქვს აზრი. რას ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნის ნორმალურობა ჩვენ სინამდვილეში, ამ ვითარებაში? ხელისუფლების ან მართველი ჯგუფის მზაობას დათმოს ძალაუფლება არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში. ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი ნორმალურობისა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შევაფასოთ ესა თუ ის ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა ბიზინა ივანიშვილის გამოისობით, ბიზინა ივანიშვილის პოლიტიკის წყალობით ნორმალური ქვეყანა არ არის. ნორმალური პოლიტიკური და ფართო გაგებით პოლიტიკური ვითარება ამ ქვეყანაში შექმნილი ვაგლახ და არ არის. ჩვენი ქვეყანა სწორედაც რომ არანორმალურია, გაცილებით არანორმალურია, ვიდრე თუნდაც ყველაზე უარეს მდგომარეობაში მყოფი ბოლო პერიოდის უნგრეთი, რომლის ხელმძღვანელიც იყო აც უკვე დამარცხებული ვიქტორ ორბანი, რომელმაც აღიარა არჩევნების შედეგები, აღიარა მარცხი, მიულოცა ოპონენტს. ეს საკვანძო კითხვაა. ბიზინა ივანიშვილი ასხივებს კი იმას, რომ როცა დამარცხდება 28-ში, 32-ში, 36-ში, 40-ში, 44-ში თუ 48-ში, როცა იქნება თითქმის 100 წლისა, ის აღიარებს დამარცხებას, ის შეეგუება დამარცხებას, ის მიულოცავს დამარცხებას 2048 წელს, ღმერთმა დაგვიფაროს, 2048 წელს, როცა მისი პოლიტიკური ჯგუფი ქართული ოცნება 2048 წელს ხაზს უსვამ, იზოლებული იქნება, რომ წავიდეს ხელისუფლებიდან და თუ ეს ასეა, მაშინ მე მინდა დავსვა კიდევ უფრო საინტერესო კითხვა. 2024 წელს რატომ არ აღიარა? არ დამარცხდა? ორბანს ჰქონდა შესაძლებლობა, ობიექტურებით თუ ვიქნებით, გაეყალბებინა არჩევნები ისე, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ოღონდ ამ შემთხვევაში თავზე ხელაღებული უნდა ყოფილიყო და მან განჭვრიდა, რომ თავზე ხელაღებულობის შემთხვევაში უნგრეთი როგორც სახელმწიფო დაისჯებოდა და ეს კი მან არ გააკეთა. ცუდი მმართველია ორბანი, მაგრამ უნგრეთის პატრიოტია მაინც. ბიზინა ივანიშვილი ცუდი მმართველი კი არ არის მხოლოდ და ოდენ, ის საქართველოს პატრიოტიც არ არის, ის თავიდან ბოლომდე თხემიდან ტერფამდე რუსი პოლიტიკოსია, ქართულგვარიანი რუსია, რომელსაც აქვს შეკვეთა მიღებული მოსკოვიდან, რომ ძალაუფლება არ და არასდიდებით არ დათმოს და მეორე შეკვეთაც ჰქონდა მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, როგორმე გაეთნია
113, 114, 115 დეპუტატი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ თავითვე მოეპოვებინა, რათა რუსეთისათვის სასარგებლო ნაბიჯები მალევე გადაედგა. ბიზნა ივანიშვილმა ამ თვალსაზრისით ვერ შეასრულა რუსული დავალება, რუსეთის დავალება. სულ რაღაც 99 დეპუტატი გაათრია საკმარისი იმისთვის, რომ მთავრობა დაეკომპლექტებინა, მაგრამ ასევე საკმარისი იმისთვის, საკმარისი კი არა, იმდენი ყოველ შემთხვევაში, რომ დანარჩენ საზოგადოებას ეთქვა შენ ხარ უკანონო მმართველი. ახლა ბიზნა ივანიშვილი მზად არის კი რომ დათმოს ძალაუფლება თუნდაც 2028 წელს. რა პროცენტით უნდა მოუგოს არსებულმა ოპოზიციამ, რამდენიც არის 9 პარტია 12, 17, 15, ერთ სიაში ცალ-ცალკე სიებში არსებული პარტიები, პოლიტიკოსები, რამდენი პროცენტით უნდა დაამარცხოს ბიზნა ივანიშვილი, რომ ბიზნა ივანიშვილს არ ჰქონდეს რესურსი გაყალბებისა, ან რომც ექნება რესურსი, რაც არ უნდა გააყალბოს ძალაუფლებაში არ დარჩეს. მე გეტყვით, რომ ბიზნა ივანიშვილი და მისი ბანდა უნდა დაამარცხო მინიმუმ 25%-ით, 30%-ით, რომ რაც არ უნდა გააყალბოს, ვერავინ დედამისის ზურგზე ვერ დაწეროს 51 და მეტი პროცენტი ბიზნა ივანიშვილის პოლიტიკური ბანდის სასარგებლოდ. 25%-მდე, 20%-მდე ჩამოვა კი რეიტინგი არა, შედეგები ქართული ოცნებისა ამ რუსული ტვინთა რეცხვის სპეცოპერაციის პირობებში ვერ ჩამოვა მეთქი. ამას ვიტყვი ხმამაღლა. ამიტომ მე არა ვარ წინააღმდეგი ხაზს უსვამ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობისა, როცა იქნება მაშინ, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ ბიზნა ივანიშვილის პოლიტიკური ბანდა დამარცხდეს ვიდრე არჩევნებამდე. აი უნგრეთში ეს ასე არ მოხდა. უნგრეთში მართლა ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო, ვინ გაიმარჯვებდა. ორბანი თუ მისი ოპონენტები. მართლა 12 აპრილს გადაწყდა გამარჯვებული ვინ იქნებოდა. შედეგები ამ არჩევნებისა. მანამდე კიდევ იყო სათუო, საკამათო, სამსჯელო პროგნოზებ გამოსათქმელი. ახლა დავსვათ სხვა კითხვაც. რა დასკვნებს გამოიტანს ბიზნა ივანიშვილი არსებული ვითარებიდან, შექმნილი ვითარებიდან. ამაზე აკი დაგკვირდით კიდეც, რომ ამაზეც გავამახვილებდი ყურადღებას. რა სიტყვის ბიზნა ივანიშვილი? ეს პრინციპში გამოჩნდება ხვალზე. აი დღეს ორშაბათია, სამშაბათს, ოთხშაბათს და იმ კვირაში და კიდე შემდეგ კვირაში ან ზაზა შათილიშვილი გამოაცხობს მორიგე პისტოლეს, რომელშიც გაკილავს და გაკიცხავს ორბანს როგორც სუსტ ლიდერს, ლუზერს, რომელმაც ვერ დაიცვა ზაზა შათილიშვილის აზრით, ანუ ბიზნეს აზრით უნგრეთის ნაციონალური ინტერესები და მათთვის ხო ნაციონალური ინტერესების დაცვა არის ძალაუფლებაში დარჩენა, იმიტომ რომ ხაფონ იკვებონ, ბიუჯეტიდან ჭამონ, რაღაცა ბიზნესები აკეთონ. შათილიშვილის აკეთებს ალბათ, მაგრამ მასზე უფრო სერიოზულ ბიზნესებს სხვები აკეთებენ ბიზნეს ჩათვლით. ეს გამოჩნდება, აკი გითხარით, რა სტრატეგიას აირჩევს ბიზნა ივანიშვილი, თუმცა გარკვეული პროგნოზების გამოთქმა უკვე ამ თავითვე შეიძლება. კერძოდ, ბიზნა ივანიშვილი დააბრალებს არა, დაამუნათებს არა, შეარცხვენს არა, რომელიც სიტყვა, რომელიც ზმნა უნდა ვიხმარო. იტყვის მოკლედ მარტივად რო ვილაპარაკოთ, რომ ორბანი ისეთი მაგარიც არ აღმოჩნდა, როგორიც უნდა ყოფილიყო, ან როგორიც უნდოდა მას ბიზნა ივანიშვილს, რომ ყოფილიყო ის ვიქტორ ორბანი. და დასკვნა იქნება ამგვარი. ქართული ოცნება ალბათ იტყვის შემდეგს, ორბანი დაღუპა იმან, რომ ზედმეტად დიდი ან ზედმეტად მეტი დემოკრატია დაუშვა საკუთრივ უნგრეთში. რომ ბოლომდე არ მოაშთო, მოანგრია, მოსპო ყველა პოლიტიკური ოპონენტი, რომ დემოკრატიის თამაში დაიწყო და ამ შეცდომას ქართული ოცნება და ბიზნა ივანიშვილი უბრალოდ არ გაიმეორებენ. ორბანი დაღუპა იმან, რომ მისი ოპონენტებისათვის ტრიბუნა ან სივრცე იყო ღია. ალტერნატიული აზრის არსებობა რომ დაუშვა, არჩევნები რომ დაუშვა მეტნაკლები დემოკრატიის, ან ევროპული სტანდარტებით ნაკლები დემოკრატიის, მაგრამ ქართული სტანდარტებით მეტი დემოკრატიის პირობებში. ბიზნა ივანიშვილი იმასაც იტყვის, რომ აი ევროკავშირი ახდენდა ზეწოლას
საზოგადოებაზე, უნგრეთის საზოგადოებაზე და ბრიუსელმა დაამარცხა სახელმწიფო უნგრეთი, რომ შესაბამისად ევროკავშირში ყოფნა არის დამღუპველი, აღმოჩნდა რომ დამღუპველია უნგრეთისათვის და ევროკავშირისაკენ მოძრაობა დამღუპველი არის ჩვენი ქვეყნისათვისაც ეს პრინციპში არაერთხელ აქვს ნათქვამი შალვა-პაპუაში უცნობ უყურებ ყოველდღე პრაქტიკულად ამას ლაპარაკობს, ამას გვაცნობს. მას ბიზინა ივანიშვილს ურჩევნია რომ იყოს კონცენტრირებული ძალაუფლება და სიმშვიდე მსგავსად ბელარუსისა, მსგავსად თურქმენეთისა, მსგავსად უზბეკეთისა, მსგავსად აზერბაიჯანისა. ნახეთ როგორ ვითარდება აზერბაიჯანი. ან როგორ ვითარდება ბელარუსი, საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტები აქვს, თვითკმარები არიან. და ჩვენც ასეთ სახელმწიფოთ, სუვერენულ სახელმწიფოთ უნდა ვიქცეთ სუვერენიტეტის ბიზინა ივანიშვილისეული გაგებით და წარმოდგენით. ამას იტყვის ბიზინა ივანიშვილი ხვალზე და მისი პროპაგანდა იქნება ამაზრის გამავრცელებელი საზოგადოებაში, ამაზრის ტირაჟირებას მოახდენს მისი პროპაგანდა. რომ ვიცოდეთ მაინც. ბიზინა ივანიშვილი დემოკრატი, არათუ დემოკრატი არ არის. არც ისეთი არადემოკრატია ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ, როგორიც იყო ვიქტორ ორბანი. ის ბევრად უარესია. ახლა იმ პოლიტიკურ პარტიებზე კიდევ ვიტყვი ორ სიტყვას, რომლებიც ამ უნგრეთის მაგალითის კვალდაკვალ გვიმტკიცებენ, რომ აი არჩევნებში მონაწილეობას აქვს აზრი. მე ვეთანხმები მათ არჩევნებში მონაწილეობას აქვს აზრი, მაშინ მით უფრო თუ აპრიორი გვეცოდინება, რომ ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად ძალაუფლებას დათმობს. ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არა ზღინკიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ საერთო რესპუბლიკურ საპარლამენტო არჩევნებში, სადაც იოტისოდენა შანსი მაინც არსებობს ძალაუფლების მისთვის ჩამორთმევისა. ოღონდ მანამდე სამუშაო არის უამრავი ადგილებზე, რაიონებში. სიცოცხლის რისკის ფასადაც კი დედაქალაქში ან დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, უცხოეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ხელმოღერებულნი გვიმტკიცებენ იმას, რომ უნგრეთის მაგალითიდან გამომდინარე არჩევნებს აქვს აზრი, ისინი თითზე არ აკარებენ საიმისოდ, რომ თუნდაც 2028 წელს ხელისუფლება ძალაუფლება ჩამოერთვას ბიზინა ივანიშვილს. პირიქით, ისინი თითქოს ადასტურებენ და მძაობას გამოთქვავენ წინასწარ, რომ ბიზინა ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ისინი ითანამშრომლებენ საპარლამენტო დონეზე ბიზინა ივანიშვილ ბანდიტთან, რომელიც გუშინ ღუპავდა ქვეყანას, გუშინ წინ ღუპავდა ქვეყანას, ერთი კვირის წინ ღუპავდა ქვეყანას. ასე მოვყვეთ, ერთი თვის წინ ღუპავდა ქვეყანას, ერთი კვირის წინ ღუპავდა, გუშინ ღუპავდა, დღეს ღუპავს, ხვალ დაღუპავს, ერთი კვირის თავზე დაღუპავს და ერთი თვის თავზე დაღუპავს. ანუ რაც კი პოლიტიკაშია დღე არ გასულა, დღე არ ყოფილა ისეთი, რომ ბიზინა ივანიშვილს ქართული სახელმწიფოსთვის ლახვარი არ ჩაერტყას ზურგში. ოღონდ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი რატომღაც ველაპარაკება ასე, რომ ამგვარ ბიზინა ივანიშვილთან თანაცხოვრება ღირს. იცხოვრეთ, ბატონებო. იცხოვრეთ ბიზინა ივანიშვილთან, ასე გეტყვით. რეალურად რეცეპტი ან ფორმულა უფრო ზუსტი რო ვიყო, როგორ უნდა დამარცხდეს ბიზინა ივანიშვილი, ჯერ არ აგვაქვს მოფიქრებული, არ ვყოფ ამას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფორმულაში ვერ ჩაიწერება წინადადება, რომ ბიზინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია მისი აღიარებით და მით უფრო მასთან შეგუებით. იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი ბევრჯერ მithქვამს, ორბანისაგან განსხვავებით არის ღია-რუსი. ორბანი უბრალოდ ცუდი მმართველი იყო. პირველ ყოვლისა უნგრეთისათვის, თორე ჩვენთვის საბოლოო ჯამში ვინ იქნება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რა მნიშვნელობა აქვს.